მოგესალმებით ჩემულამაზო მეგობრებო. დღეს არის 22 აგვისტო. დიდი შემოვნებით ვიტყოდი რომ არის 22 აგვისტო, მაგრამ არის 22 ოქტომბერი. იმიტომ ესეთი საშინელი ამინდი და საერთოდ არანაირი მზის ხივი არ მაჭყეტავს და ესეთი ჩაბნელებულია ჩვენი კადრი. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, დღეს ჩვენთან არის ოთხშაბათი. როგორც იცით, ოთხშაბათობით მარტო ვმუშაობ 12-დან 4-მდე ან 5-მდე, ამიტომ დილით მაქვს დრო რომ რაღაცები მოვიშორო. ამიტომ წავიყვანე ლუიზ დიდასთან, დენისი არის დედაჩემთან, ბებიასთან არის, რადგან არის უკვე არდადეგები ჩვენთან. საფრანგეთში ძალიან ბევრი არდადეგები გვაქვს. ანუ თვენახევრის მერე, სექტემბრის დასაწყისის თვენახევრის მერე არის უკვე არდადეგები. 2 კვირა. და მერე თვენახევარი ისევ ვიწყებთ სკოლას და სახალწო არდადეგები მოდის. სახალწო არდადეგების მერე მოდის ზამთრის არდადეგები. ძალიან ბევრს ისვენებენ ბავშვები ჩვენთან საფრანგეთში, არ ვიცი კარგია თუ ცუდი. ამიტომ ძალიან იშვიათია თუ დენისი სკოლას აცდენს. ვცდილობ ხოლმე რომ ოღონდაც არ გააცდინოს და იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი არდადეგები აქვს და არ მინდა რომ გამოტოვოს სასკოლო არ მინდა რომ გამოტოვოს სწავლა და ყველაფერი. როგორც ხედავთ, მძინავს ალბათ ჯერ კიდევ. დავტოვე ლუიზი, ეხლა მოვედი მაღაზია Action-ში, მინდა რაღაცების ყიდვა. მერე მივდივარ დარბაზში, ცოტათი ვივარჯიშებ, ცოტათი გამოვიღვიძებ და შემდეგ ჩავიხატები, რადგან ვიცი რომ მაკიაჟი ჩამომადნება თუ არა და. ასე ბულანჟერიაში ვიყავი და ვიყიდე სენდვიჩი და დესერტი კუკი ვიყიდე, ისინი ორცხობილები შოკოლადის, რომ ეგეც თავის სამსახურის მერე მიდის სპორტზე და არ ექნება დრო რომ დაბრუნდეს სახლში, ამიტომ წავალ სამსახურში წავუღებ სენდვიჩს და მერე მეწავალ სპორტზე. სპორტის მერე სამსახურის მერე სახლი. დღეს ჩემი ძმა მოდის ჩვენთან სახლში, რომ დარჩეს რამოდენიმე დღე ეგეც, მაგასაც რა თქმა უნდა დასვენებები აქვს, არდადეგები, ეგეც სკოლაში დადის, ეგ ლიცეიშია. ეხლა იმდის ვლაპარაკობ, დავაგვიანებ, ამიტომ წავედი გენაცვალეთ. თქვენ შემოგებრეთ, წავედი მე Action-ში, რაღაცები უნდა ვიყიდო. და მერე წავალ სპორტზე. Let's go. აი ამას ავიღებ, რომ ბავშვებს დავურიგო ჰალოუინის დროს. იმიტომ რომ წინა ვიდეოში გითხარით და დამავიწყდა. ნახეთ რა ლამაზი ჩარჩოებია. რა საყვარელია. სად დავდო. აი, ნახეთ რა საყვარელებია. ძალიან და საერთოდ არ არის ცივი. ბუშტებია. და ეს რა არის? მინიკასო. შოკოლადი რო დაადენო შეგნახეთ. მგონი, მაგრამ აქ წერია რომ ყველაფრისთვის არის. ვაიმე ნახეთ გადაციკილია მაღაზია საახალწლო სათამაშოებით.
Wow. Ხეთრება მადია ესენი. ნახეთ რას ვიღებ, ეს არის ელფის ფეხები, რომლებიც არის გაჭედილი ნაძვის ხეში. თუ ხო წარმოგიდგენთ რა საყვარელი არის. და ესე ნაძვის ხეში უნდა გაჭედო. რა თქმა უნდა ავიღებ, რა თქმა უნდა უყურეთ. ონო, ძალიან საყვარელია. ნახეთ რეები შემხვდა. სონიკის ფიგურინები. მეტი აღარ არის, თორე დიდი სემონებით ავუღებდი. ეთყობა ბევრს უყვარს სონიკი, იმიტომ რომ ორი ძალია დარჩენილი ამხლა მაღაზიაში. არა უშავს, ეგეც რაღაც გაუხარდება, რა თქმა უნდა. თან მეუნებოდა რა უნდოდა. აი მე გააფრენს, თან დღეს მოდის სახში და Bonjour. Ça va? T'as tes clés de la voiture? ძალიან მესემუნა, ძალიან. გამოვედი, თმა ვიცია, რადგან იწვიმა და მალეც იწვიმებს. ამიტომ მეთქი არ აქვს თმა რომ დავიტოვო გაშლილი. აი ესე. ახლა მივდივარ სამსახურში და იქ უკვე მივირთმევ. ძალიან გემრიელი სალათა მქონდა. ყველთან ერთად ბურატა ვიყიდე თან დავამატე. თორე ცარიელი სალათა
არ მეყოფოდა და ძალიან მალევე მომშვიდებოდა და მე შევჭამდი ნამცხრობლობას და შოკოლადს. ამიტომ ჯობია რომ კარგად მივირთვა ერთხელ საჭმელი, კიდაც მეტი კალორია იყოს და არ იყოს ძალიან სასარგებლო სალათა, მაგრამ პურიც მქონდა და ყველიც და სალათა, რა თქმა უნდა, როგორც ნახეთ. სალათაში ყველაფერი იყო, მე თვითონ ვიყიდე ქათამი, კვერცხი, სტაფილო, სიმინდი, სალათა, პამიდორი. Plus ჩემი მე დავამატე ერთი ბურატა და 2-3 ნაჭერი პური გლუტენის გარეშე, რა თქმა უნდა. ახლა კარგად დავნაყრდი, ვეცდები რომ 5-6-მდე არაფერი აღარ ვჭამო. ახლა არის შუადღის პირველი საათი. ამიტომ ნახოთ თუ რამე მომინდება, ყავას დავლევ, წყალს დავლევ, რომ არ ვიყავი მაღაზია Lidl-ში, ვიყიდე მაგრეთგან აი ეს. ძალიან გემრიელია და ეს ფასდაკრებება ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ 3-ვე ავიღე, გავყინავ. ალუინისთვის ავიღე ეს კამფეტები და წაღანაცო გაჩვენეთ. შავი შოკოლადი, სუნელები, კომპოტი, კიტრი, კიდევ სუნელი, სოსისები ავიღე. მაღაზია Action. ვიყიდე ეს კრემი, ძალიან საინტერესო იყო, რადგან ძალიან კარგი რაღაცები აქვს, ანუ სილიკონი არა აქვს და სახისთვის თურმე არის ძალიან კარგი კრემი. ამიტომ ავიღე აი ეს. ვიყიდე აი ეს არის ფურცლები, რომელიც ტანსაცმელს რეცხავს. გადასარების უნი არ აქვს, ანუ ძალიან დიდი, მაგრამ ხანდახან როცა არ გაქვს სახში და გავიწყდა რომ იყიდო მაგალითად სარეცხის საშუალება, ცუდი არ არის, აი ესეთი. ვიყიდე ეს რომ გავწმინდო ყველაფრის წმენდავს, მე მგონი აჟაქს. ეს რომ ქვაბებისთვის მინდოდა ძლიერი გასახეხით, ლურჯი არის ნაკლები ძლიერი. ეს ავიღე რომ ავანთოთ სანთლები ხოლმე, ახლა მოდის ისეთი პერიოდი რომ საღამოს სანთლებს ვანთებ და მინდა ხოლმე ესეთი რამ. ამიტომ ეს ავიღე. ვიყიდე ეს არის ძალიან კარგი. ყველაფერს ხეხავს. რაღაცნაირი სქელი, შიგნით არის რაღაცნაირი სქელი, როგორ გითხრათ, საშუალება. თიხასავით არის. კევი, რაღაცა დუხი მომეწონა, კარგი სუნი ქონდა, ავიღე, დავიცავუღე ყოველდღიურად. კიდევ ეს კრემი, ნაგვის პარკები. გაჩვენეთ რა ვიყიდე Action-ში, რა ვიყიდე Lidl-ში. ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდე მაღაზია Kiabi-ში. ძალიან მიყვარს ეს მაღაზია და რატომ მიყვარს? იმიტომ რომ გავს H&M-ს და გავს Zara-ს. და რადგან ჩვენთან არ გვაქვს არც Zara და არც H&M-ები, იმიტომ რომ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, მიყვარს ამ მაღაზიაში წასვლა. ცოტათი ბავშვების ყურის წივლის ხმა ისმის. არ მიაქციოთ ყურადღება და სიმღერაა ჩართული. ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდე მაღაზიაში. დავიწყოთ. მოდით იცი რას ვიზავ, ბევრი რაღაცა, ამიტომ ჩავიცმევ და ისე გაჩვენებ და ჩავიცმევ და სიმღერას ჩავთავ, რადგან აქ ამათი ყურილი წივილში ძალიან ცუდი ვიდეო გამომივა, ამიტომ ჩავიცმევ ვიდეოებს კარგლამის სიმღერას შევუხამებ და გაჩვენებ. You say slow down. I don't like to move too fast. It drowns the truth with things that are not real, and I really want
past, I messed up.